ქართულ ენასა და ლიტერატურაში კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო, მაშინ მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. მე-15 საჯარო სკოლაში გამართულ კონკურსში 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა წერითი დავალებები შეასრულა. მეორე ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები გააგრძელებენ, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია გამოავლენს. კონკურსში სულ 105 სკოლის 723 მოსწავლე მონაწილეობს. ხვალ კონკურსი მათემატიკაში გაიმართება, მსგავსი ტიპის კონკურსი ბათუმის გარდა 5-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენ გუნდს მოუწია აქ ყოფილიყავით, ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, გავიცანით ერთმანეთი და შევეცდებით გავაკეთებთ იმის ყველაფერს, რომ გავიმარჯვოთ. იმედი რა თქმა უნდა გვაქვს და ვნახოთ, ყველაფერი მოხდება. ჩვენ ცოდნას მაინც გამოვაჩენთ მაქსიმალურად. საჯანჯებოდ შეარჩიეს ისეთი მოსწავლეები, რომელთაც გარკვეული წარმატებები ჰქონდათ ამ საგნებში. გუნდში არის 5 მონაწილე, რომელთაც ყავს კაპიტანი და ის მართავს გუნდს თავიდან ბოლომდე. დავალებები არის წერილობითი ფორმის, ოღონდ გუნდური პრინციპით უნდა შეირჩეს პასუხი. წელს პირველად ვატარებთ ტურს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისას, ჩვეულებრივი ტიპიური ტესტირებისაგან და ტიპიური კონკურსისაგან, აი აქ ამ ფორმატში მათ უნდა გამომუშავდეს ჩერტი ჯგუფური მუშაობის უნარები, ამავე დროს ასევე ლოგიკური აზროვნების უნარი და სხვა ის რაღაცა, რომელიც მათ გამოადგებათ შემდგომ უფროს კლასში, როგორც სწავლაში, ასევე თუნდაც ამ ტიპის ურთიერთობაში.